Რამბები დაგროვდა გასულ კვირას საქართველოსა და მსოფლიოს ავიაციის სექტორში, ამას ტრადიციულად მარიამ იზორია გაგვიზიარებს ორშაბათი დილიდან. მარიამ, დილამშვიდობისა და გისმენთ. დილამშვიდობისა, ნინი მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელს უკვე მემილიონე მგზავრს მომსახურა, ეს უპრეცედენტო მოვლენა ამ აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე მიხალ ნატოვიჩი საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩვილებთან ერთად იმყოფებოდა, ის ბორცვზე სიმბოლური ღონისძიებით გააცილეს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgias გათვლებით წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და 1.200.000 მიაღწევს. ბათუმში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა არის 32%, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი 90%. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოშიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, პირველად ის 1 თვის განმავლობაში 200.000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9,000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა. მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე TAV Georgia მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც დასრულდა, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა და ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა. ასევე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წელს მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოებაც იკეკმება. ავიაკომპანია ვიზიარმა ვენეცია-ქუთაისი ვენეციის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების ნებართვა მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია ვიზიარის ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად საქართველო-იტალიის ქალაქ ვენეცია საჰაერო გზით დაუკავშირდება. ვენეცია-ქუთაისი ვენეციის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად ვიზიარი ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს 2 დეკემბრიდან კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს. დღეს მდგომარეობით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზიარი საქართველოდან 23 მიმართულებით კვირაში დაახლოებით 72 სიხშირით ოპერირებს. მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით ავიაკომპანიამ 1.785.585 მგზავრი გადაიყვანა და ამ მონაცემებით საავიაციო ბაზრის ლიდერია. აბუდაბის მიმართულებით ფრენა 3ჯერ და ზოგჯერ უფრო მეტჯერ გაძვირდა. ამის შესახებ BMG-თან Travel to Georgias დამფუძნებელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა, მან ამის მიზეზად ქუთაისიდან აბუდაბის მიმართულებით ვიზიარის რეისის შეწყვეტა დაასახელა და დასცინა, რომ ამ მიმართულების გაუქმებამ როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მისი თქმით, რეისის გაუქმების შემდეგ კომპანიები იძულებულნი გახდნენ თბილისიდან შესრულებულ ფრენებზე გადაერთონ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ფასებს, ისე ორგანიზებული ტურების დანახარჯებს. მისივე თქმით, ქუთაისი აბუდაბის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მიმართულება იყო, ზოგჯერ დღეში 2 რეისით სრულდებოდა. რეისის გაუქმებამ და ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ ფრენების შემცირებამ რეგიონს ჰაბის ფუნქცია დააკარგვინა. ბერეკაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უწყებებს უნდა ემოქმედათ რეისის შესანარჩუნებლად ან სხვა ბიუჯეტური ავიაკომპანიებისთვის მიეცათ შესაძლებლობა ემუშავათ იგივე მიმართულებაზე გარკვეული ბენეფიტების შეთავაზების სანაცვლოდ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრისას აღიარა, რომ 25 დეკემბერს სამგზავრო ლაინერის Embraer 190-ის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ პუტინმა ალიევს მომხდარის გამო დეკემბრის თვეშივე მოუბოდიშა, თუმცა თავი შეიკავა იმის დასახელებისგან, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. შესაბამისად არა იყო პასუხისმგებლობა და არც გამოძიება დაწყებულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ლაინერის ჩამოვარდნის კონკრეტული დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გროზნოს თავზე მყოფი ხომალდისკენ 2 რუსული რაკეტა გაიგზავნა და ორივე მათგანი თვითმფრინავის სიახლოვეს აფეთქდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პილოტებს მარშრუტი შეეცვალათ და დაშვება ყაზახეთში ეცადათ. თუმცა დაზიანება იმდენად მასშტაბური იყო, რომ პილოტებმა მისი აეროპორტამდე მიყვანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ ხომალდმა ქალაქ აქტაუში კატასტროფა განიცადა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 38 შეადგინა. რუსეთის პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ
რომ დაიწყება მომხდარის დეტალური გამოძიება, დაღუპულთა ოჯახის წევრები კი კომპენსაციას მიიღებენ. გერმანიის მთავრობის კაბინეტმა პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც პოლიციას დაუდგენელი წარმოშობის დრონების გაუფრთხილებლად ჩამოგდების უფლება ექნებათ. საუბარია ნებისმიერი ზომის, ფორმისა თუ დანიშნულების დრონზე, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს. პოლიცია განსაკუთრებით ვალდებული იქნება ჩამოაგდოს ისეთი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან. საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად პოლიციას მარტო იარაღის, არამედ სიგნალის ჩახშობის მექანიზმის გამოყენების უფლებაც ექნება. ამასთან ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება დრონების გაუნებელყოფის ფედერალურიც დანაყოფიც.